მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ამდენი სიტყვისთვის და ამდენი დადებითი ენერგიისთვის, ამდენი პოზიტიური კომენტარისთვის, რაც ჩემთვის გემეტყებათ და ჩემკენ უშვებთ. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. გაიხარეთ თქვენ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი და უფრო მეტ სტიმულს მაძლევს ეს ყველაფერი თქვენი მხრიდან, რომ ჩაგიწეროთ უფრო და უფრო მეტად საინტერესო თემები. ასე თქვათ, რაც შეიძლება თქვენ დაინტერესებდეთ და არ ვიცი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამ ყველაფრისთვის. ვინც ხართ ახლები ჩემარხზე და თვალყურს ადევნებთ ჩემს გაშლებს. YouTube გაშლებს, ხო? გამოიწერეთ აუცილებლად ჩემი არხი, მოიწონეთ ჩემი ვიდეოები, რომ ასე ვთქვათ ენერგობალანსი დავამყაროთ ერთმანეთს შორის ჩვენ, ჩემსა და თქვენ შორის შედგეს ეს ბალანსი და ჩემთვის თქვენი მხარში დგომა, რომელიც გამოხატულია ამ გზით, ხო? ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა. დღეს აი ესეთ ლამას დასტაზე TikTok-ზე უკვე მოკლე მინიგაშა დავდი ამ დასტით, ახლა YouTube-ზე დავდება სხვა თემატიკით. გამიხილავ ესეთ თემას, რა იქნება თქვენი ურთიერთობის კულმინაცია და როგორ დასრულდება, ხო? რა იქნება? ან გაგრძელდება? რატო დასრულდება? როგორ დასრულდება? ან როგორ გაგრძელდება? მოდი ვნახოთ, რა იქნება თქვენი ურთიერთობის კულმინაცია, როგორ დასრულდება? ან გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა? ეს დაშლა მოიცავს აწმყოს, მომავლის ეტაპებს, ბედის ფაქტორებს, ემოციურ კულმინაციას. ვნახოთ ახლა, ჩამოვწეროთ, როგორ მინდა გავაკეთო. აი ჩამოვწერე ესე თქვა ბლოკებად, ხო, რაც შეეხება იმას, რომ დღევანდელი ენერგიები, ფარული მოტივები და ასე შემდეგ. ნახოთ, ჩაიფიქრეთ პიროვნება და დავიწყეთ. დღევანდელი ენერგიები, რომელიც ამ ბლოკად იქნება. კარგი. დღევანდელი ენერგიები. ფარული მოტივები. ესე სამსამარკალით დავალაგებ. ძირითადი ბარიერები ურთიერთობაში. კარგი. განვითარების სცენარები ურთიერთობის. კარგი. და მოდი ასე ვთქვათ. ესე სეიდოს ჩამოგითვლით მე არკანებზე ჩავატიო მინდა და საბოლოო შედეგი. გაკვეთილი. დღევანდელი გაშლის ენერგია არის სამიანი პენტაკლები ჩემო ძვირფასებო. დღევანდელი გაშლის ენერგიები სამიანი პენტაკლები, როგორც აღნიშნეთ, ამ გაშლის საერთო ენერგიები უჩვენებს, რომ კავშირი დიდწილად ეყრდნობა თან მიმდევრულ მოქმედებებს, ურთიერთთანამშრომლობას და ეტაპობრივ განვითარებას. ეს არის რაღაცნაირად მშვიდი ისტორია, არ არის იმპულსური ისტორია, რომელიც მოულოდნელად იწყება და ქრება, ხო? ანუ შვიდისაც ვერ დავაკრებდი, უბრალოდ აი მიმდინარეობს ისეთ ენერგიებში, სადაც ასე ვთქვათ, აი როგორ გითხრათ რა, არ არის იმპულსური, მოკლედ, რომელიც მოულოდნელად იწყება და ქრება და აი აშკარად ჩანს სურვილი, რომ რაღაცა ერთობლივად ააშენოთ მოკლედ ამ ურთიერთობაში და დასრულების აქ სურვილი არ გაქვთ, რა თქმა უნდა. სამიანი პენტაკლები არის ესე ვთქვათ სოლიდური საძირკველი ამ ურთიერთობის, მაგრამ ამავე დროს მიგვანიშნებს, რომ ყველა ფაქტორი და ყველაფერი ჯერ პროცესშია და ჯერ კიდევ სჭირდება დრო, შრომა და საერთო ასე იგი მიზნებისკენ ერთობლივი გზა და მიმართულება. ეს არის ჩვენი ფონური ენერგია. პირველი ხაზი, ეს არის ჩვენი პენტაკლები, პენტაკლებისთვის 7-იანი კვერთხები. ამჟამად ესე იგი ეს რას ვიყვები, რომ ამჟამად ეს კავშირი არის ასე ვთქვათ პრაქტიკული მშენებლობის ეტაპზე. რვიანი პენტაკლები მიგვითითებს, რომ ორივე მხარე შეგნებულად ან შეუგნებლად დებთ ენერგიას ამ ურთიერთობაში. ანუ პენტაკლების ტუზი ეს არის ახალი ღირებული საწყისი ამ ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება იყოს ნდობის ჩამოყალიბების
თემიდან გამომდინარე ან რაღაც ისეთი ფაქტორი, რომ ურთიერთობას რეალურ საფუძველს აშკარად აძლევს, თუმცა 7-იანი კვერთხები გვიჩვენებს, რომ ამ პროცესში ასე ვთქვათ არის ბრძოლა პოზიციებისთვის, თითქოს ერთიდან მეორეც იცავთ რაღაც საკუთარ საზღვრებს, ხვდებით, ანუ არ გსურთ ბოლომდე დათმოთ რაღაც თქვენი სიმართლე, თქვენი პოზიციები და ასე შემდეგ. თითქოს რაღაცნაირად გინდათ, რომ გაუგოთ ერთმანეთს, მაგრამ ბოლომდე ურთიერთგაგება მაინც არ არის, ხო, საკუთარი პოზიციები მაინც მყარად გაქვთ და ნუ რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს სწორიც არის, ნუ ყოველთვის ჩვენი პოზიციები უნდა გქონდეს, ხო, რაღაცნაირად ჩემია და უნდა დავიცვა, მაგრამ უფრო 7 ტონით და 7 მოქმედებებით. რეალურად ეს ენერგია აერთიანებს როგორც მშენებლობის სურვილს ურთიერთობის, ისე ფრთხილ თავდაცვის, ასე ვთქვათ, ფაქტორებსაც ავლენს ამ ურთიერთობის მშენებლობის პროცესში გამოვლენილ ფაქტორად, ხო? მეორე ხაზი, როგორც ასეთი პენტაკლების პაჟი, ხვლების პაჟი და ორიანი პენტაკლი, გვეუბნება, რომ ორივე მხარეს გარკვეული დაკვირვების და შესწავლის ფაზა გაქვთ ახლა. პენტაკლების პაჟი არის ფრთხილი ინვესტიცია ურთიერთობაში, რომელიც უნდა ჩაიდოს და ჩადეთ სურვილი რაღაცა ღირებულს, რომ მიაღწიოთ ამ ურთიერთობაში, მაგრამ ჯერ, ესე ვთქვათ, მცირე და პატარ-პატარა ნაბიჯებით, ხო? ორიანი პენტაკლები კი მიგვითითებს იმაზე ჩამოზვიფასებო, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ან ორივე ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ხართ ემოციურად მერყეობის ფაზაში, ხო? არ ხართ ბოლომდე ჩამოყალიბებულები და არ გაქვთ ბოლომდე გადაწყვეტილი, რომელ გზას გაყვეთ. ეს ყველაფერი ქმნის, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, ფარულ დინამიკას. კი ბატონო. ინტერესს და მიზიდულობას, მაგრამ სიფრთხილის ფონზე განვითარებულად, ხვდებით, ანუ რას ვიძახი? მესამე, ასე ვთქვათ, ხაზი არის ასე ვთქვათ, ძირითადი ბარიერები, რაც არის ჩვენს ურთიერთობაში, ეს არის ფორტუნის ბორბალი, 4-იანი თასები, 2-იანი თასები. ფორტუნის ბორბალი, მოკლედ ჟარის და ტემპის სულება, რომელიც აქ ახლა გიცნობთ ტემპს ურთიერთობაში, ან ეს ურთიერთობა დამოკიდებული ესეთ მოვლენებზე, რომლებიც თქვენგან დამოუკიდებლად ვითარდება. კარგად თქვი, ხო? დამოკიდებულია ესეთ მოვლენებზე, რომლებიც თქვენგან დამოუკიდებლად ვითარდება. ზოგჯერ ვიტყვი ხოლმე, რა ეს საყოველად გამომდის ხოლმე რა. შეიძლება ეს თქო გარემო პირობები ან მესამე ფაქტორები განსაზღვრავს აქ რეალურად როდის და როგორ დაიძრობა სიტუაციურად, ხვდებით, ხო? 4-იანი თასები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ემოციური პაუზა, მოწყენილობაა რეალურად ან мотиваციის დროებით დაქვეითება ამ ურთიერთობაში ახლა ამჟამად რაც ბარიერებს შეიძლება ასე ვთქვათ გავატაროთ, ხო? 2-იანი თასები კი ამ ყველაფრის უკან აჩენს რეალურ ემოციურ კავშირს თქვენ ორ შორის, ხო? რა არის 2-იანი თასები? ორმხრივი წრფელი სიყვარული, მაგრამ ბარიერი შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ ეს კავშირი ვერ შედის სრულ ძალაში, რადგან დრო, გარემო და ემოციური სიგნალები ყოველთვის სინქრონში არ არის ამ ურთიერთობაში. ნუ რას ვიზოთ, ესე ყალიბდება ეს თქვენი ურთიერთობა. მეოთხე ბლოკი, როგორც ასეთი და მეოთხე ხაზი, ეს არის განვითარების სცენარები, სამყარო, მაგი და რბილიანი თასები. ჩემოძვიფასებო აი ეს ამაკანი ძალიან მომწესდა. აი ესეთი მალაზი, ესე დავდებ. სამყარო, მაგი და რბილიანი თასები. ანუ სამყარო გვეუბნება სრული ციკლის დახურვასა და რაღაც მიზნის მიღწევასთან მიმართებაში რაღაცა სიტუაცია, კულმინაცია შეიძლება იყოს ურთიერთობის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა რაღაც სრულდება ან ახალ დონეზე გადადის. მაგი გვიჩვენებს იმ ძალას და უნარს, რომ სიტუაცია შეგნებულად შეიცვალოს, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, ესე ვთქვათ, აქტიურ ქმედებებს, გააზრებულ ნაბიჯებს და მაგში კიდევ ერთხელ ერთი თემა გავატაროთ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა კიდევ, ხო? თუმცა 8-იანი თასები გვაფრთხილებს, ეს გაფრთხილებათ მომდის 8-იანი თასები აქ, რომ ამ გზაზე შეიძლება მოხდეს ემოციური დაშორებები თქვენ შორის, ძველი ფორმები ან ფორმის დატოვება, თუნდაც რაღაც თემებთან მიმართებაში ურთიერთობის რათა აი რაღაც ახალი დაიწყოს, ხო? ეს სცენარი, რაც ახლა თქვენ შორის გათამაშდა, არ ნიშნავს აუცილებელ დაშორებას, ან შეიძლება გათამაშდეს მომავალში. 8-იანი თასები არის უბრალოდ თუნდაც რაღაც ძველისგან წასვლა და ახალში შესვლა, არ არის მეც მიტოვება, აუცილებელია ეს. და ცხადია, რომ კავშირი რეალურად იმავე ფორმით ვერ დარჩება და უნდა შეიცვალოს, ანუ ახალ საფეხურზე უნდა შედგეს, რადგან ძველი საფეხური უკვე ჩაიმცრვა, დანგრეულია და ვერა უყობით ბილიკებით, ვერა. საბოლოო შედეგი გაკვეთილი, ეს არის
მეხუთე ხაზზე მეხუთე ბლოკი ჩემს გაშლაში ეს არის პენტაკლების პაჟი თასების ტუზი ექვსიანი კვერთხები რეალურად ხო რას მეუბნება ეს ბოლო არკანები ძალიან პოზიტიური ტონით ასე ვთქვათ მთავრდება და ძალიან მიხარია ხო პენტაკლების პაჟი ისე მიგვითითებს ახალ საწყისზე მაგრამ ახლა უკვე გაცილებით გააზრებული და უფრო ღირებული იქნება ვიდრე დასაწყისში იყო ეს ურთიერთობა თასების ტუზი გულწრფელად ემოციური განახლებაა თქვენ შორის მომავალში სიყვარულის ახალი ტალღები წამოვა ჩვეულებრივად უკარგებში უთბილეს და უტკბილესი თქვენთვის და ექვსიანი კვერთხები რა არის ხო გამარჯვების და ურთიერთობის პოზიტიურ შედეგებზე მიმნიშნებელი არკანი ხო შეიძლება იყოს ორივესთვის აღიარება რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ხო მიაღწევს რაღაც მნიშვნელობას იქნება ეს როგორც ემოციური კავშირი ისე ურთიერთობის კონკრეტული ფორმა ხო გარკვეულწილად გავკვეთილი აქ რა არის ის არის რომ მოთმინება თანამედროვე ეს თქვა ქმედებები ურთიერთშრომა გულწრფელი ნაბიჯები გულწრფელი საუბრები მხარში დგომა ურთიერთგაგება ურთიერთპატივისცემა საბოლოოდ მოგცემთ გამარჯვებას აი ამ ურთიერთობაში ხო თქვენი ურთიერთობა ახლა არის ესე თქვა აი ახლა მნიშვნელობის დაკარგვის და დაკვირვების ფაზაში აი ამ ძველი მნიშვნელობის ხო დაკვირვების ფაზაშია ფარული მოტივები სიფრთხილე და ინფორმაციის შეგროვებით გაჯერებული ჩვეულებრივად ბარიერები დაკავშირებულია დროსა და გარემო ფაქტორებთან ჩვეულებრივად ეგეც ნათელი ამ არკანებიდან გამომდინარე და განვითარების სცენარი აჩვენებს რომ გარდაუვალი ცვლილებები და ურთიერთობის ფორმის განახლება გარდაუვალია ან ძველი ჩარჩოები დატოვოთ და ახალში უფრო სუფთა და უფრო ძლიერ კავშირის შესაქმნელად უნდა გადაინაცვლოთ საბოლოოდ ეს არკანები პირდებიან რომ ამ პროცესის კულმინაცია იქნება ემოციური გამარჯვება და ურთიერთობის ისეთი ფორმა რომელიც ორივეს დაგაკმაყოფილებს თუმცა აქ მთავარი სიტყვა სათყოფნა ცვლილებებისთვის და აქტიური მონაწილეობა აი ამ მთელ პროცესში. ნუ ჩამოკარგება გმართოთ მოთმინება, ასე ვთქვათ, ბრძოლა ურთიერთობისთვის, ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე ხარი მხარ ხელი ხელ და ერთმანეთზე დაყრდნობით. აი ესეთი გაშლა გამოგვივიდა ჩემო საყვარლებო და ჩამოკარგებო. არა იქნება თქვენი ურთიერთობის კულმინაცია და როგორ დასრულდება, მე მგონია ეს იქნება დასასრულის დასაწყისი. სწორედ აღნიშნე ხო დასრულდება რატომ მეთქი. როგორ გაგრძელდება კი ბატონო დასასრულის დასაწყისი იქნება თქვენი ურთიერთობის ძველი ფორმატიდან გამოსვლა, ახალში შესვლა და გამარჯვება სიტუაციურად ყველაზე ყველაფერზე და საკუთარ შიშებზეც კი. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, კარგად იყავით. კოცნით ბევრს.